ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელიც ეძღვნება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. დონალდ ტრამპი მას უწოდებს საშუალოდ წარმატებულ კომიკოს და ასევე დიქტატორს. მე მინდა წაგიკითხოთ სრულყოფილად დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტი. დაფიქრდით, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების 350 მილიარდი დოლარის დახარჯვაში დაარწმუნა, რათა წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია, რომელიც არც უნდა დაწყებულიყო. ომში, რომელსაც ის შეერთებული შტატებისა და ტრამპის გარეშე ვერაზროს ვერ მოაგვარებს. შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი ამერიკული დოლარით მეტი დახარჯა და ევროპის ფული დაცულია მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები არაფერს არ დაიბრუნებს. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება იმის გათვალისწინებით, რომ ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენთვის. დიდი ლამაზი ოკეანე გვაქვს, როგორც გამყოფი. ამ ყველაფერთან ერთად ზელენსკი აღიარებს, რომ ფულის ნახევარი, რომელიც გავუგზავნეთ, დაკარგულია, უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს და უკრაინულ გამოკითხვებში და ერთადერთი რაშიც კარგი იყო ბაიდენით მანიპულირება. დიქტატორმა არჩევნების გარეშე ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თუ არა და ქვეყანა არ დარჩება. ამავდროულად ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ომის დასრულებაზე, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასდროს უცდია ევროპამ მშვიდობის მოტანაში წარმატებას ვერ მიაღწია და ზელენსკის სავარაუდოდ სურს, რომ ფულის მატარებელმა გააგრძელოს მოძრაობა. მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა მისი ქვეყანა დამსხვრეულია და მილიონების საჭიროების გარეშე დაიღუპა და ასე გრძელდება. დაწერა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში. აღსანიშნავია ის, რომ მანამდე, სანამ ეს პოსტი გამოქვეყნდებოდა, მან ჩაატარა ბრიფინგი, სადაც უკრაინა დაადანაშაულა ომის დაწყებაში და ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის აღარ ენდობიან და უკრაინაში მისი რეიტინგი არის 4%. დაუდგენელი არის, რაზე დაყრდნობით განაცხადა ეს დონალდ ტრამპმა და სწორედ ამას გამოეხმაურა შემდგომ ვოლოდიმირ ზელენსკი და როგორც ამბობს ბოლო კვლევებით, რომელიც ჩაატარა კიევის სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა, საერთაშორისო ინსტიტუტმა, მისი ნდობის რეიტინგი არის 57% და 4% არის დეზინფორმაცია, რუსული დეზინფორმაცია, როგორც განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა ამის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა განაცხადა, რომ ამერიკა არ ხელმძღვანელობს რუსული დეზინფორმაციით და რომ უმჯობესია საჯაროდ ასე არ ილაპარაკოს დონალდ ტრამპზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვენსის თქმით, ზელენსკი თავს ესხმის იმ ერთადერთ მიზეზს, რა მიზეზითაც ეს ქვეყანა უკრაინა არსებობს საჯაროდ პირდაპირ ახლა. და ეს სამარცხვინოა. ეს ის არ არის, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაარწმუნებს. სინამდვილეში ამას საპირისპირო ეფექტი ექნება. განაცხადა ჯეი-დი ვენსმა ინტერვიუში, მოგვიანებით მათ შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს იყო რუსული დეზინფორმაცია. რაც შეეხება ევროპას, ევროპაში ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის არის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც გააკეთა ჟურნალისტებთან კომენტარი, ანალენა ბერბოკი. რეალურ სამყაროს თუ შეხედავთ ტვიტის გაგზავნის ნაცვლად, მაშინ გეცოდინებათ, ვის უწევს ევროპაში დიქტატურის პირობებში ცხოვრება. ხალხს რუსეთში, ხალხს ბელარუსში. აღნიშნა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებთან, ასევე პეტრ პაველი, ჩეხეთის პრეზიდენტი, პლატფორმა X-ზე აქვეყნებს პოსტს. ფასი ექნება არჩევნებს ისეთ ქვეყანაში, რომელიც 3 წელია თავს იცავს მეზობელი ბირთვული სუპერსახელმწიფოს აგრესიისგან. როგორ შეიძლება არჩევნების ორგანიზება, როცა ტერიტორიის მეხუთედი საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული და მთელი ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება. დიდი ცინიზმია საჭირო იმისთვის, რომ ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო. განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, მაიკ პენსი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, დონალდ ტრამპის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პლატფორმა X-ზე ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის ნათქვამს და წერს, ბატონო პრეზიდენტო, უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, რუსეთმა განახორციელა არაპროვოცირებული სასტიკი შეჭრა, რომელსაც ასობით 1000 სიცოცხლე შეეწირა. მშვიდობისკენ გზა აგებული უნდა იყოს ჭეშმარიტებაზე. დაწერა მაიკ პენსმა პლატფორმა X-ზე, ხოლო ილონ მასკი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, დონალდ ტრამპის ხარდამჭერი და დონალდ ტრამპის მთავრობის ეფექტიანობის ახალი ხელმძღვანელი, წერს პლატფორმა X-ზე, ზელენსკი ვერ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უკრაინელი ხალხის ნებას წარმოადგენს, თუ არ აღადგენს პრესის თავისუფლებას და არ შეწყვეტს არჩევნების გაუქმებას. დაწერა ილონ მასკმა. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთში პოზიტიური გამოხმაურება აქვს დონალდ ტრამპის ამ სიტყვებს ზელენსკის მიმართ. დიმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პლატფორმა X-ზე, რომელიც აკრძალული არის რუსეთში, წერს, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის 3 თვის წინ, რომ ეს სიტყვები
დიქტატორთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის მიერ არის ნათქვამი, ხმამაღლა გავიცინებდი. დონალდ ტრამპი მართალია 200%-ით გაკოტრებული ჯამბაზი. წერს დიმიტრი მედვედევი ვოლოდიმერ ზელენსკიზე.